მოგესალმებით ძვირფასო ამომრჩევლებო, სულდიდის რაიონის და ქალაქის ამომრჩევლებო. მინდა გითხრათ, რომ მე იზოლებული ვარ, ჩემი სახადი მოვიხადო თქვენ წინაშე, მე გაგაფრთხილოთ გითხრათ სიმართლე. ძვირფასო ამომრჩევლებო, დღეს კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მზადდება კლასიკური შეთქმულება თქვენ წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებენ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მათი რესურსის უპირატესობით, ისინი თავიანთი რესურსის უპირატესობით ყველანაირად ცდილობენ შეფუთონ თვალიანთი უუნარობა, უსუსურობა, უნიათობა და ამ მხრივ მორიგი მცდელობა ამ შეთქმულების სახით შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩევლები. ამიტომ მე გთხოვთ სიყვარულით, მე გთხოვთ როგორც მოქალაქე, როგორც თქვენი მამულიშვილი, თქვენი კუთხის შვილი, ძალიან გონიერად განსაჯეთ ყველაფერი, ძალიან ფრთხილად და ფაქიზად მოიყვარით თქვენს არჩევანს, რამე თუ წდება თქვენი შვილების ხვალინდელი ბედი. ამიტომ აქ პარტიულობას შევეშვათ, აქ რაღაც ამბიციებს შევეშვათ, აქ ერთმანეთის კინკლაობას შევეშვათ, აქ შევეშვათ საზოგადოების დაყოფას ფენებად, სირცხვილია ეს დავამთავროთ უწიგნურთა კერძო ინტერესებით მოყელყელავე პარტიების თარეს, დაუსვათ წერტილი სამეგრელოში, მრავალგზის თანჯულ სამეგრელოში საზოგადოების გაწყვილებას და მოტყუებას. მიდის შანტაჟი, მიდის ტერორი, მიდის ამომრჩევლების მოსყიდვა და თქვენ წარმოიდგინეთ, მე განსაკუთრებით მიმართავ ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებს, ვინც აქტიურად არიან ამ შეთქმულებაში ჩართული და ფუთავენ თავიანთ უუნარო და უნიათო კანდიდატებს, ისინი ჩადიან დანაშაულს განსაკუთრებულად ვიდრე არაინფორმირებული ან ნაკლებად გასნობიერებული ამომრჩევლები თავიანთი საზოგადოებისა და მომავლის წინაშე, მათ დაედებათ კისერზე ის ცოდვა, რასაც ქვია ამომრჩევლების მეექვსედ მოტყუება და პოლიტიკური დალაშქვრა სამეგრელოსი მეექვსეჯერ და ასევე მოუწოდებ საზოგადოება ზუგდიდის ხელმძღვანელობას, იმ ინტელიგენციის ნაწილს, რომლებიც არიან ამ საზოგადოების წევრები, ძალიან გთხოვთ, მე ვერ ვხედავ თქვენს აქტიურობას ამ ჯერზეც, უფრო მეტი მე ვხედავ თქვენს აქტიურობას იმ პარტიების და იმ კანდიდატების მიმართ, რომლებიც სირცხვილს წარმოადგენენ ჩვენი რეგიონისთვის. ძვირფასო მეგობრებო, გავაკეთოთ სწორი არჩევანი. თქვენ ვერ იტყვით, რომ ვახუშტი ფარცვანიამ ან ვერ მოიხადა მოქალაქეობრივი მოვალეობა და მორალური სახარი თქვენს წინაშე. მე გაფრთხილებთ, მზადდება ტოტალური შეთქმულება. წერტილი დაუსვათ ამ პოლიტიკურ მსგავსებებას. თქვენი პოლიტიკური გემოვნება, თქვენი კულტურა ვუჩვენოთ მათ უარა ადამიანებს, რომ თქვენ ხართ ღირსეული ამომრჩეველი, თქვენ ხართ ღირსეული კოლხები და გააკეთებთ ღირსეულ არჩევანს.